დაასწრეს თავის ეკიპას და ამის შემდეგ მოხსენების საფუძველზე მოხდება უკვე განიხილება მარჯვი. Განარჩენი უკვე განაწილება უკვე პარალელი გაზზე, რომელიც უზრუნველყოფს უკვე კოლონა, როდესაც დატოვებს სახიფათო მონაკვეთს. Okay, follow me. მაგრამ უნდა მივიდეს აუცილებლად თვითონ თავის თვალის ექიმთან. და თვალიც გააღოს, ხო? თვალის ზევით აიხებს. აპდეიტ. აღაზე შეგააკეთე. ბატალიონის მეთაური ვარ. დღეს გქონდა კონდონის დაჭრილების ოპერაცია სამხრეთ ჩარებაიაში. ეს ოპერაცია დავასრულეთ ეგრეთ წოდებული შურით, შევხვდით მოსახლეობას, გადავეცით საჩუქრები, მოხდა მოსახლეობაზე პირველად სამედიცინო დახმარების გაწევა. ძალიან კმაყოფილები არიან და ეს კმაყოფილება ჩვენ შემდგომში გაგვიადვილებს მოსახლეობასთან ურთიერთობას, კომუნიკაციას და ასე ვთქვათ, კეთილგანწყობილ ურთიერთობის ჩამოყალიბებას. ჩვენ დღეს განვახორციელებთ ოპერაცია მონადირე 3. მოსახლეობა როგორც წესი არის ჩვენი გრავიტაციის ცენტრი. ჩვენ ამითი მოწინააღმდეგის უკარგავთ ადგილობრივ მოსახლეობაში გავლენას, რათა ჩვენი მომავალი ოპერაციები იყოს უფრო წარმატებული და უფრო მეტი გავლენა მოიპოვოს მოსახლეობაში. 31 ბატალიონი ავღანეთში სექტემბერში ჩამოვიდა და მას შემდეგ არაერთხელ დაამტკიცა, რომ მაღალი დონის ტაქტიკური ქვედანაყოფია. ისინი ფანტასტიკურად ასრულებენ მათ უპირველეს მისიას, რაც ბასტიონი ლეზერნეგის კომპლექსის დაცვას ითვალისწინებს. ამ ბაზებზე ხშირად ხორციელდებოდა თავდასხმები, თუმცა 33 და 31 ბატალიონების ჩამოსვლის შემდეგ არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ეს კი დიდწილად იმ დობისა და პოზიტიური ურთიერთობების დამსახურებაა, რომელსაც პოლკოვნიკი მეშველიანი ადგილობრივ მოსახლეობასთან ამყარებს და ამ ბაზის დაცვას უზრუნველყოფს. გასული კვირის განმავლობაში პატრულირებაში 31 ბატალიონთან ერთად ადგილობრივი ფერმერებიც ჩაერთვნენ და მიწაში ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობებიც აღმოაჩინეს. ეს კი ამ ურთიერთობის დამსახურებაა.